მეგროს ვერ პატიჟობ. რატომ ნასახლე არ მაქვს გამოწყობილი, რომ გამოვაწყოს სულ დავპატიჟო მეგობრებსაც და ჩემ კლასელებსაც. მოგინიც არ გვაქვს, რასაც ნორმალური ქვია, სარეს მანქანას არ გვაქვს, გასკურა არ გვაქვს, კარმა რომელიც გაფუჭებულია. და მამა ჩემეკეთებს უკან ოთახს რა უნდა გააკეთოს და იქაც რომ დაგვეხმაროს ხალხმა და გავაკეთოთ. 7 ქართველი ბავშვის მწარე ცრემლები და ტანჯვა, გაზის ბალონის აფეთქების მუდმივი საფრთხე, აუტანელი საცხოვრებელი პირობები, სადაც ბავშვებს ცივ ბეტონის იატაკზე ზინავთ და ამ საშინელების მიუხედავად ამდით და მოსიყვარულე ოჯახს მთელი გულით სჯერა თავისი თანამემამულეების დიდი და ამაყი საქართველოდან. ახალშობილის მოყვანა სამშობიაროდან შიშველ და დაობებული კედლების მქონე სახლში მოუწიათ. მეგობრებო, ბავშვები თბილოგინზე ოცნებობენ, მათ ორსართულიანი საწოლები, საბნები და ბავშვები სჭირდებათ. გაჭირებულ მშობლებს მათი შეძენის საშუალება არ აქვთ. სახლში არც ერთი სკამი არ არის, ბავშვები ფეხზე მდგომარე ჭამენ. 7 შვილის მამა ოჯახის გამოსაკვებად გამწვანების სამსახურში მუშაობს, თუმცა მისი ხელფასი რემონტისა და საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის შესაძენად არ არის საკმარისი. ეს პატარა სახლი სახელმწიფოსგან აფხაზეთიდან დევნილმა მრავალშვილიანმა დედამ მიიღო. ჩვენ შეგვიძლია სამშენებლო მასალებით დავეხმაროთ. უფალი არასდროს დაივიწყებს თქვენ სიკეთეს, დადგა დრო მთელი საქართველო გაერთიანდეს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.